ამ კითხვას იშვიათად სვამენ ხოლმე რა, ზოგადად პოდკასტებზე კი არა, ზოგადად ისედაც იშვიათად სვამენ. მაინტერესებს თავს როგორ გრძნობთ. მოდი შენგან დავიწყებ. რომ ბარემ მოიხსნა ეს კომფორტები და რაღაცეებში რა შეხვიდე ამ კომფორტის ზონაში და თავს როგორ გრძნობ პირველ რიგში? რავი, ძალიან საკაიფოდ ვარ. მისწორდება დიდი ხანია მინდოდა ხო ზიხარ და მაგარ ხოძე გავიჩითე ხა რა. ემოციურად სიამოვნებით, აი ველოდები როდის იქნება ბეცლი რა. კომფორტულად ვარ ძალიან. შენ მაიკ? მე ხოძე. თავს როგორ გრძნობ მენტალურად და ამ შემდეგ? კარგად. რავი, გარემო მომწონს, რაც თავარია და ხო და ეგ მხოდავს რაღაც პონჩიც. ასე რომ ყველაფერი გუდ. მაინტერესებს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები დავსვავ, რაც აუცილებლად რაზეც აქცენტებია გასაკეთებელი ჩემი აზრით. იმიტომ რომ ჩვენ როგორც მაყურებლები პირველ რიგში გვაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება. ზოგადად საქმის მიმართ რას ფიქრობთ, რისთვის აკეთებთ ამ ყველაფერს? ჩვენ ვილაპარაკეთ, ყველა ერთად რო ვიყავით შეკრებილები და გამიხარდა და ძალიან გული გამიხარა იმ ფაქტმა, რომ ყველამ თქვით, რომ ჩემპიონობა გინდათ და არა მონაწილეობა რა. ეგ ჩემს გონებაში აჩენს თქვენ შორის კონკურენციას, ანუ უკვე მჯერა რომ კონკურენტუნარიანები ხართ, იმიტომ რომ ყველას გამარჯვება გინდათ რა. თან ეს ძალიან სტრესული სცენა არის რა. სხვა სცენებთან განსხვავებით, სადაც გქონია ივენთები, მონოჰოლი მაინც ძალიან დაძაბული სცენა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ეტევა და ძალიან ბევრი ადამიანი არის გულშემატკივრის ფუნქციაში ჩაბმული და მოკლედ ეს გამხნევება, ეს crowd control და რაღაცეები ხშირად არტისტებს, რომლებიც გამოცდელები არიან ჩვენს სცენაზე, ხშირად ან ხელს უშლის, ან პირიქით ბუსტავს ხოლმე და თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, იმიტომ რომ ვიცი რომ თითქმის ყველა ბეტლზე ხართ ნაყოფები რა. ხო, შეიძლება უყოს ხოლმე. კი. ანუ ორი კითხვა იყო, ესე იგი, რაც შეეხება მონოჰოლს და ამ სტრესს ყველაფერს, როგორც ნიკიც იყო აქ და ბევრ ბეტლზე ვიყავი აქ უშუალოდ შუაში ვიდექი და ასე თქვათ. თუ გამოცდილება არ არის, მაგრამ ეგ იმდენად არ ამგონია რომ ამ სტრესოს ფიქრობ რომ უფრო ბუსტს მომცემს. რაც შეეხება მეორეს ბიჭები არიან ზოგადად სეზონში ვინებიც არიან, ეხლა ყველას რა თქმა უნდა ურთიერთობა გვაქვს, ახლო ურთიერთობა მაქვს, თუნდაც იგივე კონტრასტთან, სკაირესთან, ვენტუსასთან. ხო და კონტრასტთანაც დასაწყისში ვიყავი მე და ანუ ბევრი გვიმუშავია ერთად და ბევრი გზა გვაქვს გამოვლილი მაგ სფეროში ერთად. იგივე სკაირესთან, ვენტუსასთან ცოტა ნაკლები, მაგრამ ეგეც არის და ყველაზე მაგრად ისასწორებს, რომ მაგ პერიოდშიც ერთად ვითარდებოდით და უზიარებდით გამოცდილებას. ხო, გამოცდილებას რაღაცას მე ვიღებდი მათგან, რაღაცას მე ვაძლევდი მათ და ყველაზე საინტერესო ჩემი აზრით ამ სეზონზე იქნება ეს ჩვენში კონკურენცია, იმიტომ რომ ძმაკაცური ჯანსაღური კონკურენცია არის რა. ეგ არნიშნავს იმას, რომ ვინმეს რამეს ან მე დაუთმობ და არ მინდა რომ ვინმე მე რამე დამითმოს პირადად. და მინდა რომ მაქსიმალურად თავიანთი თავები აჩვენონ, ვინც შემხდება თუ გავედით შემდგომ. ძალიან მიხარია რომ ეგ სიტყვები დახარჯე, იმიტომ რომ წინა პოდკასტებზე მომიწია მაგის თქმა, რომ მნიშვნელოვანი არის რომ საკუთარი თავის მაქსიმუმი დადოთ, იმიტომ რომ ამისთვის მოდიხართ რა. რეალურად პირველი მიზანი ამ სცენაზე გამოსვლის არის რომ საკუთარი თავის მაქსიმუმი დავდოთ რა. შენც რა გითხრა მაგ ამბავზე რა, რას ფიქრობ რა? იმიტომ რომ პატარა სტეიჯი რო ქონდა, მანდაც იყავი ჩვენთან ერთად და სკაის უკან იდექი და იცი ეს ყველაფერი როგორ მოქმედებს არტისტზე. ლავბარშიც ჩვენთან ერთად იყავი ხშირად და მონოჰოლშიც თითქმის ყველა ივენტზე ხარ ნამყოფი რა. მაინტერესებს შენი დამოკიდებულება ზოგადად ამაზე ფიქრობ არ ფიქრობ? როგორ უყურებ ამ საკითხს რა? მოტივაციას მაძლევს, იმიტომ რომ სეზონში ყველა თითქმის ძალიან მაგარი ბიჭია და მეც ხა უმეტესობასთან კაი ურთიერთობა მაქვს, მაგასო რაღაც ზოგი ხა გავიცანი და უმეტესად ვიცი რა მათი შესაძლებლობები რა. ხა და ეხა იმათმაც ჩვენს ვიცით რომ იციან იმათმაც რა ჩვენი მინუსები და ვცდილობთ რომ ჩვენი მინუსები პლუსებად გადავაქციოთ რა. ხო და ერთმანეთს მოტივაციას ვაძლევთ რომ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიები ვიღოთ რა. ძალიან მიხარია ეგეთ დამოკიდებულებით ხარ. მე ერთი რაღაცისთვის მინდა, მნიშვნელოვანი რაღაცისთვის მინდა მადლობა გითხრა რა. იმიტომ რომ ჩემს ძმებთან შენ ძაკაცობ რა, ვიცი რა და ვიცი ისიც რომ არ გერიდება
და მიდიხარ და რჩევას იღებ იმ არტისტებისგან, რომლებიც შენთვის მისაბაძები თუ არა, ანუ იცი რომ მაგრები არიან და მათგან დიდი სიამოვნებით რჩევასაც მიიღებ და მიხარია რომ ეგ დამოკიდებულება გაქვს შენ რომ შეგიძლია მიხვიდე რჩევა თუ გინდა რჩევა მიიღო თუ მოსმენა გინდა მოусმინო შენიც მოასმენინო და მიიღო კრიტიკა და დადებითი თანაბრად რა მიხარია რომ ეგეთი მე ესე არ გიცნობდი შენ დარწმუნებული ვიყავი რომ ნიკიმეს რაღაცაები რომ მითხრა რომ ესე მოვიდა ჩემთან მომასვენა თავისი ვერსები მეც უთხარი ჩემი ძალიან კარგად გაიგო რა ეგ მიხარია რომ პირდაპირ გეუბნები რომ მიხარია რომ ეგეთი მხრიდანაც შევძელი შენი გაცნობა რომ ხარ ადამიანი რომელიც განამე ვიცი ძმა ყველაფერი და ჩემი თვიზავ კი არა ანუ არ გერიდება და შეგიძლია თამამად მიხვიდე და შენი თავის განვითარებისთვის ეგ ნაბიჯები გადადგა რა და ამისთვის მე პირადად მადლობას გეუბნები რა რომ არიზარებ და აკეთებ ამ ყველაფერს დარწმუნებული ვარ გავა პერიოდი და შენთანაც ეგრე მოვლენ არტისტები და შენს რჩევას მისცემ შენს ურჩევ რა ჯობია და რა არ ჯობია მაგრამ მაინც მინდა გაგაფრთხილოთ ორივე გითხრათ ერთი მნიშვნელოვანი რამე რა ბეტლზე რა როგორ იქნება მაგის რჩევის მიღება არის კარგი ბეტლამდე და ბეტლზე მე ხვდები რომ ეგ რჩევები არაფერს არ ნიშნავს რა უშუალოდ ბეტლის დროს იმიტომ რომ იქ ემოციები მუშაობს ემოციას ვერ გასწავლით ხო ხვდები ვერავინ ვერც ერთი ძმაკაცი და ვერც ერთი მეგობარი ვერ აგიხსნით ემოციურად როგორია რა ჩემს თავარ სურვილს გეტყვით თქვენ და მე მაინტერესებს თქვენგანაც მნიშვნელოვანი რაღაცაები რა მე გისურვებთ რომ განა მოიგოთ ან რაღაცა გისურვებთ რომ თქვენი თავის რაიმი იგრძნოთ და საუკეთესო ფორმაში გამოხვიდეთ. მაგრამ მაიკლსთან უკეთეს, ანუ უფრო დიდხნიანი ურთიერთობა მაქვს, ბოლოს და ყველაფერს თავი რო დავანებოთ. Flows ზოგადად რაც მუსიკა გაშღერდება და რა ვიდეოც დაიდება არ ჩვენს არხზე, იქნება მისი შემოქმედება ეს, გულისხმობ producing-ს და ძალიან დიდი შრომას დებს ეს ადამიანი ჩვენს პროექტში და ძალიან რთული გზა აქვს ალბათ ჩემი აზრით ყველაზე რთული გზა ახლა ამ ეტაპზე ამ სეზონში მაიკლას აქვს იმიტომ რომ უწევს ამ პროდიუსინგი მთელი სეზონის და არა მარტო სეზონის სხვა რაღაცეებისაც და თან უწევს თავის პროდიუსინგი იმიტომ რომ უწევს 3 რაუნდის წერა სულ რა მე გისურვებთ განა გამარჯვებას ან გაჩემპიონებას გისურვებთ რომ თქვენ რომ ბეტლს მორჩებით ორივე იყოთ 100%-ით მაყოფილები და თქვათ რომ აუ ძმაო საერთოდ არ მაინტერესებს მოვიგე თუ წავაგე მთავარია რომ ჩემი თავის მაქსიმუმი გავაკეთე და ყველა მაყოფილია ჩემი ოპონენტიც კი მაყოფილია ისეთი მაგარი ვიყავი რა გისურვებთ რომ ამას მიაღწიოთ პირველ რიგში თქვენ საკუთარ თავებში რა და მე დარწმუნებული ვარ თქვენი დამოკიდებულება თქვენი გრძნობა ამ დარგის მიმართ ამას ყველა შევამჩნევთ რა ყველა მაყურებელი ამას შევამჩნევთ და დარწმუნებული ვარ იმ სიყვარულს თქვენ მიიღებთ ჩვენგან მაყურებლებისგან რა სიყვარულსაც თქვენ ამ საქმეში დებთ რა მე მაინტერესებს დამოკიდებულება აი რომ ამოვიღეთ ქუდიდან თქვენი სახელები და აღმოჩნდა რომ ერთმანეთთან ბეტლი გაქვთ რა ვიცი რომ დიდხნიანი ურთიერთობა გაქვთ ანუ თუ არ ძმაკაცობთ და ესე ხშირი გადაკვეთა თუ არ გაქვთ მინიმუმ საერთო ისეთი ძმაკაცები გყავთ რომელთანაც თითქმის ყოველდღიურობაში გადაკვეთა გაქვთ და თქვენს ერთმანეთის შესახებ დიდი ხანი აიცით მეგობრობთ ასე თუ ისე აი პირველი შეგრძნება როდესაც თქვენი სახელები ერთმანეთის წინააღმდეგ გამოვიდა რა იყო აი მაიკლ შენგან დავიწყო რა ხო პირველი შეგრძნება ზოგადად ემოციური არის და ანუ არა გააზრებული რა ის და პირველი რა თქმა უნდა იყო ის რომ გამიტყდა იმიტომ რომ ხა არ მინდოდა ვენტუსა არ მინდოდა კონტრა არ მინდოდა სკაირესი მაგალითად არ მინდოდა კამი ვისთანაც ურთიერთობა მაქვს მაგრამ ანუ ამის გააზრებისას მივხვდი რომ ეგ უკეთესია რადგან აი იმ სიტყვებიდან გამომდინარე რაც წინა თქვი რა გადალახავ მაგ რაღაცას და მე უფრო და უფრო გაგიმარტივდება სხვა ბეტლები ხო ჩელენჯია რა როგორია ეხლა ძმაკაცზე დაწერო ისე რომ თან მაგარი იყოს იმიტომ რომ მან დასახარჯად გამოვდივართ რეალურად და რასაც ამდენი ხანი ვაგროვებთ იქ სულ უნდა დავხარჯოთ რა გინ ტექსტში გინ პერფორმანსში გინ ყველაფერში და ანუ ძმაკაცი რო გაბეთლო ძალიან მაგრად მე ვთვლი რომ უფრო რთული მიზანი არის და უფრო მაგარი არის რაღაც მხრივ ვიდრე უბრალოდ რომ შემხედრო და ისეთი ვინმე ვისაც არ ვიცნობ პირადად და მესმის კი იმიტომ რომ რთულია რო არ იცნობ ისეთ ადამიანზე ისეთი პანჩები აწყო და ისეთი რაღაცეები უთხრა იმიტომ რომ არ იცი რა ეწყინება არ ეწყინება კალაპოტიდან ამოაგდებს არ ამოაგდებს ხო ხტები ეგ ბევრი კითხვის ნიშნებია და აი მეგობრები და ძმაკაცები რო ბეტლავენ ჩემი აზრით
უფრო მეტის თქმა შეუძლიათ ერთმანეთზე, ვიდრე უცხო ტიპებს ერთმანეთისთვის რა. ნუ ჩვენთან ხშირად მომხდარა რომ პირიქითაც ყოფილა ეგ, მაგრამ სამაგიეროდ სხვა მეორე მონეტის მეორე მხარეც ყოფილა დაფიქსირებულა ჩვენთან. შენ რას მეტყვი რომ გაგისწორდა თქო, რო კითხო, ვიცი რომ არ გაგისწორდა რა, იმიტომ რომ აი მაიკლას რა მიზეზიც აქვს, ზუსტად იგივე მიზეზით რა, მაგრამ აი მე რო გადახარშე რომ მაიკლასთან გიწევს ბეტლი, მე რა ემოციებით შეხვდი ამ ყველაფერს რა. თავიდან გამიკვირდა, იმიტომ რომ ძალიან აი ყველაზე ნაკლებად მოველოდი რომ მეთქი მაიკლას შევხვდებით რა. და უცებ მაიკლა რო გაიჩნდა, მეთქი ვაუ, რა ჯერ. თითქმის ყველაზე ქონდა პირველი რაუნდი მაიკლას გარდა. მაიკლაზე ვაფშე არ ვფიქრობდი რა. ხო და რო გაიჩნდა და რო დავამოღამე რომ მაიკლას ხვდები, ეხა იასნია გამიტყდა რა. იმიტომ რომ ძმაკაცო რა. ხო და მაგრამ ესეც მე და სკაიც ბაზრობდით რა. რამდენჯერმე ვიბაზრეთ რომ აი ერთმანეთს რო შევხვდეთ ესე და ესე რა. გავქნათ როგორ გქნათ და რავი მე დარწმუნებული ვარ ნებისმიერ ჩემ ძმაკაცთანაც რო გამოვიდე უფრო მაგარი ბეტლები იქნება უფრო მეტი მუღამე მექნება რა იმიტომ რომ ახლა ვიცით რაღაცეები აქეთ-იქით ცოტას ვიღადავებს ხოლმე ხარ და რავი გავისწორებ საინტერესო ბეტლი გამოვა საინტერესო იქნება მაგრამ აი ესე ბოლომდე ვერ დავიხარჯები როგორც უცხოსთან რა მესმის კი აი მაგაზე მინდოდა მე თქვა რა კიდე ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს რომ დამიჯერეთ თქვენ ერთმანეთის გამო ვისაც არ უნდა ხვდებოდეთ ერთმანეთის გამო არ უნდა დაიხარჯოთ რა პირველ რიგში საკუთარი თავის გამო უნდა დაიხარჯოთ მაქსიმალურად მერე მსმენელისთვის და მერე ოპონენტისთვის რა იმიტომ რომ მარტივია ძალიან აი ბრძოლა ჩხუბშიც ეგრე არის რა კრივშიც და MMA-შიც ეგრეა რა ჯერ საკუთარი თავისთვის შვები მაქსიმალურს მერე მაყურებლებისთვის შვები ყველაფერს მაქსიმალურად და მერე ოპონენტს ეწინააღმდეგები ამ ყველაფრით ხო ხდები იმიტომ რომ ეს მაყურებელმა თუ შეამჩნია ოდნავ მაინც რომ სადღაც აი ან ცოტა ზერელე დაკეთებ, ან ცოტა არ გინდა რომ გაწირო, ან რაღაცეები, ამას მაყურებელი ჩვენ ყველანი ვამჩნევთ, ეგრევე ხვდები? ხშირ შემთხვევაში სიმპათიებსაც გამოავლენს ეს ამბავი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უარყოფასაც, იმიტომ რომ ყველა იტყვის რომ თქვენ ხო იცოდით რომ ერთმანეთთან მოგიწევდათ შეხვედრა, სანამ ამოვიღებდით ფურცლებს, მანამდეც ხო იცოდით, იმიტომ რომ როგორც არ უნდა დაალაგდეს, საბოლოო ჯამში მაინც შეიძლება ყველას შეხვდეს 7-ვეს რა, ხო ხდები? მე მაინტერესებს ყველას დავუსვე კითხვა, აქაც დავსვამ რა. რისთვის ვარ სეზონში? რა ჩემპიონობისთვის რა პირველ რიგში. მე მაგ მოგამზე ვარ რომ უჭველი უნდა მოვიგო რა. თან იასნა ხა ჰაიპის დამწყები არტისტი ვარ და მინდა რა ეს ყველაფერი რა. შენგან ვითარებას პატივს ვცემ რა მე რა. მე მახსოვს წელიწად ნახევრის წინ რაც წაკეთებდი და ეხლა თუნდაც შესარჩევში რაც გააკეთე და ისედაც რაც წაკეთებ და დიდი პატივისცემა ჩემგან მიხარია რომ შრომობ და გვერდზე არ გაკადებული საქმე მიუხედავად იმისა რომ ყველას ჩვენი სხვა პრობლემები გვაქვს რომელიც მოსაგვარებელია მიხარია რომ ამასაც დროს უთმობ ისე რომ ჩვენ ყველანი ვამჩნევთ ჩვენს განვითარებას რა გისურვებ რომ უფრო და უფრო მაგრა განვითარდე და უფრო სწრაფად ვიდრე აქამდე შვებოდი რა ჩვენც მაქსიმალურად შევეცდებით გვერდში დაგიდგეთ ამაში თუ რა თქმა უნდა შენ ხედავ სადმე რომ ჩვენ შეგვიძლია შენ გვერდში დაგიდგეთ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ყოველთვის ჩვენს გვერდში ვიყოთ რა მაიკლ შენ აი მაპატიე ერთადერთი რამეა რის მადლობასაც არ ვიღებ იცი რატომ იმიტომ რომ მე მგონია რომ ვალდებული ვარ ეგ გავაკეთო განა იმიტომ რომ აი პროექტი მაგ და რაღაცა მაგის გამო არა იმიტომ რომ მეც ვიყავი შენ სასახში რა და მეც ვთვლიდი რომ ადამიანები რომლებიც გამოცდილები იყვნენ ისინი ვალდებულები იყვნენ დამხმარებოდნენ ხვდები გვერდში დამდგოდნენ ან რჩევის მხრივ ან ფიდბექის მხრივ ხო ხვდები იმიტომ რომ აი მე და მაიკლა იმ თაობის არტისტები ვართ რომლებიც აი არ მივდიოდით არავისთან კითხვას არ უსვამდით ხვდები ეს როგორ უნდა გაკეთდეს ის როგორ უნდა გაკეთდეს იმიტომ რომ ყველა ან ჩაკეტილი იყო ან ჩვენ თვითონ გვიტყდებოდა რომ აი რა პონტია რა მინდა მნიშვნელოვანი რაღაცა გითხრა რომ მაიკლ ამეგ ზუსტად იცის ვიცი და მაგიტომ გეუნები შენ რა როდის მივხვდი და ვიგრძენ იცი რომ ვიზდები როგორც ადამიანი და როგორც პიროვნება როდესაც შეკითხვების დასმა დავიწყე ანუ როდესაც აღარ მწვენოდა შეკითხვების დასმა, იმიტომ რომ შეკითხვა არა შეკითხვის დასმის როგორ უნდა გწვენოდეს, ხო ხდები? პირიქით რა, შეკითხვას იმიტომ სვამ, რომ არ იცი და გინდა იცოდე რა. ამიტომ
ზოგადად აი ამ საკითხში რომ ვინმე მადლობას და thanks bro და რაღაც მეუნები ამ ვერ ხვდები რატო იმიტომ რომ მე ვიცი რომ ესე უნდა გავაკეთო კაცო ესეა გასაკეთებელი და მჯერა რომ შენც რო გაიზდები და შენთან რომ მოვლენ არტისტები შენ ზუსტად იგივეს უპასუხებ რომ ეს სამადლობელი კი არა ისედაც ეგრე უნდა გაგიკეთო რა გვერდში უნდა დაგიდგე რა და მიხარია რომ მაგ მოტივით ხარ და დარწმუნებული იყავი რომ ყველაფერი კარგად იქნება იმიტომ რომ ბეტრით არაფერი არ იწყება და არაფერი ამთავრდება საერთოდ რა თავარი არის ადამიანები ვიყოთ პირველ რიგში და მე უკვე კარგი არტისტები რა. იმიტომ რომ ცუდია ადამიანისგან შეიძლება კარგი არტისტი დადგეს და ეგ ჩემთვის მიუღებელია რა. ცუდი ადამიანი მე ვერ მაჩვენებს ისეთ მუსიკას, რომელიც მაგზომინებს თავს ბედნიერად. გულისხმობ თუნდაც კენივეს რა. ხდები? ასე რომ ჯობია იყო კარგი ადამიანი და მე თავისთავად მოვა კარგი არტისტობა. ამას მიაქციეთ პირველ რიგში ყურადღებას რომ როგორც ადამიანები იყოთ ნამდვილები, კარგები და მართლები რა. დანარჩენს ყველაფერს მოევლება 100%. რა მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს გვერდით ხარ და გადაწყვეტე რომ მესამე სეზონში იყო რა. აი მაიკლა ესე ვთქვათ ბებერი ანუ ესე ვთქვათ ხო სულ ესე იყო რომ ბებრები ახალგაზრდების წინააღმდეგ და ამ სეზონში აღმოჩნდა რომ ასაკით დიდი მარტო შენ ხარ. რატო გამთქვი? რატო გამთქვი ახლა? კაი, ეგ იმიტომ რომ ჩემ თავზეც ვამბობ რამხელაც ვარ რა. მე თუ ვიწვი, შენს უნდა დაიწვას. ფაზარია რა. შენ რას ფიქრობ? ანუ, იმიტომ რომ ვიცი რომ ყოველთვის რასაც მე და შენ ამდენი ლაპარაკით ან სტუდიაში გვიწევს მუსიკის ჩაწერა ან რაღაცა ამ პროცესში უბრალოდ ხვდებით ხოლმე ერთმანეთს ხშირად ვლაპარაკობთ რომ მაგარი სასწაულად მაგარი თაობა მოდის და ჩვენ სულ ფორმაში უნდა ვიყოთ იმიტომ რომ აი ესენი თუ მიუშვით გადაგვივლიან რა ხო ხსები და შენ რას ფიქრობ აი სეზონი როგორ მოგწონ 7 არტისტი ვინებიც არიან რა აი ვისაც იცნობ იმაზე ნაკლებად გეკითხები რა ვისაც არ იცნობ აი იმაზე გეკითხები უფრო რა აი კონკრეტულად ვიტყვი მამაზე მაგრამ მომეწონა შესარჩევი ანუ ჩემთვის მუსიკალური მხარე მისი მუსიკალური მხარე არის ძალიან ძლიერი რა და ჟღერს რა ანუ ეგ მომეწონა მასში დანარჩენი ბიჭების რა თქმა უნდა კლიპზე აიყვანდი დიდი სიამოვნებით გავითარება შევხედავ yes იმიტომ რომ ერთი არის სახში ლაპარაკო ანუ სახში იბაზრო შენი ვერსი და სახში იყო და მეორე არის სტეიჯი და მესამე არის სტუდია და ასე შემდეგ მაგრამ ანუ რაც ჩანს, რავი, ჩემი აზრით დიდი პოტენციალი. ანუ ძალიან მაგარი ბიჭია და ზოგადად ძალიან მაგარი ბიჭები არიან, ახლები, ვისაც არ ვიცნობდი. მე ესე ვამბობდი, რომ მე მგონი მესამე სეზონი პოტენციურად ყველაზე ძლიერი სეზონი შეიძლება გაიჩნდეს, რაც აქამდე ყოფილა რა და ძალიან გამიხარდება თუ ეს ფაქტი დადასტურდება რა. იმიტომ რომ ფაქტი არის, რომ ამ სეზონში უფრო მეტი ახალგაზრდა არის, მაიკო მაპატიე, უფრო მეტი ახალგაზრდა, ვიდრე წინა სეზონებში იყვნენ. ხვდები, იქ Young Mike იყო, იქ პელე იყო, იქ ნიკი იყო. ну, ეხა ტახა შეიძლება ასაკით თითქმის თქვენი ტოლია რა, მაგრამ გამოცდილები ძალიან დიდი რა, ასე რომ მე დიდებში გამყავს ეგ არტისტი, მაინც დიდ არტისტებში მოიაზრება რა თქმა უნდა რა, უკონკურენტოდ, მაგრამ აკაპელა გამოვლილი. აკაპელა მოგებული, ფლოუ მოგებული, მოკლედ რა. მე მაინტერესებს მოტივი შენი არის ის რომ დაამტკიცო რომ ბებერი ლომი მაინც ლომია რაც არ უნდა იყოს ხო? ხო, ლომი ნებისმიერ შემთხვევაში ლომია კი, მაგრამ მე უფრო იცი ისი მუღამი მაქვს, აი მუსიკაში რავი ვიც მიცნობს მიციცის, ჰიპ-ჰოპს ცოტა მოვაკელი რა. ცოტა კი არა საკაიფოდ მოვაკელი და ანუ მაგაზე მაგიტომაა ჩემს იპიში ერთი როკ-ენ-როლ ტრეკი ასე რომ yes. ხო, ანუ მუსიკა მიყვარს ზოგადად ვაიბი მიყვარს და ანუ ბავშვობიდან ჰიპ-ჰოპით მოვდივარ და აი ეს წყურვილი გამიჩნდა და იმ ხრივ გამიჩნდა რომ ტექსტების წერა დავამუხამე ჩემში რომ ძალიან მიადვილდება იმიტომ რომ დიდი ხანი არ მქონდა შეხება აი პირველი სექსივით არის რა ხო თან მართალი ხარ გამიკვირდა სურვილი რომ გამოთქვი რა და ვიდეო რო ნახე ძალიან გამიკვირდა მეთქი ხადაობს უეჭველი და მაგიტომაც მოგწერე მეთქი რა ხდებაც მაგრამ ასაკეთებ მეთქი რა ხო იმიტომ რომ მე რაღაცეების გამო რაღაცეების გადაფასება მომიწია მე რა იმიტომ რომ თან ნერვიულობთ როგორც პროექტი ახლა წარმოიდგინე როგორი სანერვიულო გვაქვს რა რომ თან ძმამ პროდიუსინგს უნდა მიხედოს თან შენთან ბეტლს უნდა მიხედოს ამბავი რა კაი ყველაზე მთავარი რაც მინდა გისურვოთ მე კიდევ ერთხელ რომ თქვენი თავის მაქსიმუმი დადოთ არაფერს არ მოგერიდოთ არაფერს არ შეგეშინდეთ კიდე ერთხელ გეუბნებით რომ ბეტლით არაფერი არ იწყება არაფერი არ მთავრდება რა გისურვებთ რომ კამრის შემოხვევამდე უკვე ჩემპიონები იყოთ გულში გარეთ
სახლში მეგობრებთან, უცხოებთან არა აქვს მნიშვნელობა სად იქნებით, ჩემპიონობა ნიშნავს, რომ იყო რუსული სიტყვის დედავატირი, მაგრამ დასტოინი ტიპი უნდა იყო რა. ანუ ეგ სიტყვა უხდება რატომღაც ამ სიტუაციას, არ ვიცი რატომ, მაგრამ გისურვებთ, რომ გაჩემპიონებამდე უკვე ჩემპიონები იყოთ რა, იმიტომ რომ ეგ ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ რკინა, რომელიც წელზე გაქვს რა. გისურვებთ წარმატებებს, საკუთარ თავის მაქსიმუმის დადებას და დარწმუნებული ვარ, თქვენ სასწაულ ბეტლს მოაწყობთ. წინა ორ პოდკასტში ვიკითხე main event-ად რას წარმოიდგენთ ხორა და ყველა მითხრა რომ ჩვენი ბეტლიო რა. ანუ თქვენ რას ფიქრობთ? 4 ბეტლიდან საუკეთესო ბეტლი თქვენი იქნება თუ არა? მე შევეცდები რომ ეგრე იყოს. მაიკლს შეეცდება და აბარა. წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ ძმებო. მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ, მიხარია რომ შენ გადაწყვიტე და შემოხდი ამ სეზონში და მიხარია რომ შენ უცნაურად გადაწყვიტე და შემოხდი ამ სეზონში და დანარჩენს ყველაფერს გვანახებს აი ეს წრე, რომელიც მდებარეობს მონოჰოლის ცენტრში და დარწმუნებული ვარ მე ვიქნები იმ ეპიცენტრში, რომელ ქაოსშიც თქვენ აპირებთ რომ ჩვენ ყველა მაყურებელი ჩაგვაგდოთ რა. გისურვებთ წარმატებებს კიდევ ერთხელ და მადლობა რომ ჩვენთან ხართ რა. მადლობა.